მოგესალმებით. აქ ავხსე, როგორ შეგვიძლია დავამატოთ ჩვენი სასტუმრო ან ჰოსტელი ან აპარტამენტი ამ ვებ პორტალზე. ამისათვის უნდა დააჭიროთ აი ამას ან რეგისტრაციას. აი ამ ღილაკს ვაჭერთ. შემდგომ ამ ველში უნდა შევიყვანოთ თქვენი სასტუმროს ელექტრონული პოსტა. გავიმეოროთ აქ ისევე ეს ელექტრონული პოსტა, პაროლი, ციფრები, 6 ციფრი. შემდგომ უნდა დავაჭიროთ აი ამას. შევიყვანოთ ეს, ავირჩიოთ სასტუმროს IP, რა არის თქვენი ვთქვათ, სასტუმროა, სასტუმრო სახლი, ჰოსტელი, აპარტამენტი, კოტეჯი, მოტელი, პანსიონატი. ვთქვათ სასტუმროა, ვირჩიოთ სასტუმროს, აქ ავირჩიოთ საქართველოს. შემდგომ ამ ყველაფერს რო შევიყვანთ, დავაჭერთ რეგისტრაციას. და ჩვენს ელექტრონულ პოსტაზე მოვა ბმული ლინკი. შეიძლება ჩავარდეს spam box-ში, ასევე ნახეთ წერილი ხომ არ არის spam box-ში. როცა გაიგზავნება ელექტრონულ პოსტაზე ლინკი, ესე დაიწერება თქვენი ობიექტი დამატებულია თქვენს ელექტრონულ პოსტაზე გამოგზავნილია ბმული ობიექტის აქტივიზაციისთვის გადადით მაგ ბმულზე. თქვენს ელექტრონულ პოსტაზე აუცილებლად მოვა წერილი, სადაც ბმულს უნდა დააჭიროთ, გააქტიურდება და გადაგიყვანთ ეგრევე სამართავ პანელზე. თუ ეს წერილი თქვენ ვერ ნახეთ ან არ მოვიდა, დააჭირეთ აი ამას. აქტივიზაციის კოდის გამოგზავნა თავი. შეიყვანთ ამ იგივე ელექტრონულ პოსტას, დააჭერთ ამას, დააჭერთ აქტივიზაციის კოდის გამოგზავნა. ეს იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ვერ ნახეთ ეს მოსული წერილი. თუ თქვენ გინდათ აღადგინოთ პაროლი, მაშინ უნდა დააჭიროთ ამას, პაროლის გამოგზავნას. აქ შეიყვანთ ელექტრონულ პოსტას, იმ პოსტას, რომელიც თქვენ გქონდათ თავიდან მითითებული, დააჭერთ ამას და დააჭერთ პაროლის გამოგზავნას. და პაროლი თქვენს იმეილზე გამოიგზავნება. პაროლი არის მხოლოდ ციფრები. სამართავ პანელში შესასვლელად უნდა შეიყვანოთ ელექტრონული პოსტა, როგორც თქვენი ელექტრონული პოსტა. და შეიყვანოთ აქ პაროლი და დააჭიროთ აი ამას. შემდგომ დააჭიროთ შესვლა სამართავ პანელში. თქვენ ნახავთ აქ ინფორმაციას, რომ ვთქვათ ობიექტი არ ჩანს საიტზე. დააჭირეთ აქ. დააჭიროთ. აი ეს გვერდი არის ინფორმაცია და აქ უნდა შეიყვანოთ ინფორმაცია, ვთქვათ, სასტუმრო რა კატეგორია ქალაქი და აქ უნდა შეიყვანოთ ინფორმაცია. ეს არის, ვთქვათ, ნიმუშად არის. მარტივად რო გავაკეთოთ. მაგალითად, ავიღოთ რაღაც სასტუმრო. აქ შეიყვანთ სახელწოდებას. მაგალითად, ორი აქ უნდა შეიყვანოთ აღწერა სასტუმროს შესახებ. ზოგადი აღწერა. ქართულად თუ აქ მიძლია ის აღწერა. მდგომარი გლისურა.
უსულოთ არის. შემიძლია გავაკეთოთ ეს თარგმნოთ. უსულოთ. შეგვიძლია ავირჩიოთ ლოგო, მხარე, ესე იგი ეს არის შიდა ქართლი, ქალაქი გორი, მისამართი. თვითონ ეხლა მისამართი, დავით გურამიშვილის ქუჩა 1. აი ეს ჩავარდა, ეს ერთიანი არ უნდა დავამატოთ დროა. ვით დავით გურა ოლომაკ შემდგომ ჩვენი ობიექტი უნდა მოვნიშნოთ რუკა და დავტოვოთ აქ. ეს აღნიშნავს ასევე რუკაზე. შემდგომ ჩვენ უნდა ვებსაიტის მისამართი დავაკოპირეთ. ელექტრონული პოსტა. ჩავაგდოთ 2. ეს რეზერვაციის არის ტელეფონის ნომერი. მოვშალოთ. მეორე ტელეფონი. Facebook გვერდიც თუ აქვს ჩავამატოთ აქ და YouTube აქვს. შეგვიძლია შევიდეთ. აღწერა ძალიან დიდია. ეს დაწერა ქართული შევამატოთ. რუსულით. დაემატა. ჩვენ შეგვიძლია დავამატოთ ასევე YouTube-ის ბმულიც. დავამატოთ. ეს დაემატა. ინფორმაცია დაემატა. დავდეთ. თუ თქვენ გნებავთ რომ
ეს სასტუმრო იყოს VIP ადგილას ან პრემიუმში. ახლა გადასახდელი. აქ აღნიშნულია. შემდგომ გადავდივართ რა სერვისები გააჩნია. აქ ესენი უნდა მოვნიშნოთ. მაგალითად, ჩვენ ვიცით. ხედით ჩაიდა ხურული აუზი ფიტნესი კონდიციონერი გასართობია ის Wi-Fi. Bari torani ასოსაუზმე პარკირება. სუბტარებად ეს მოვნიშნეთ. ეს რაც გააჩნია სასტუმროს. შემდგომ გადავდივართ მოთ ნომრების ფას. ნომრები მინდა რომ დავამატოთ. დაბლ ნომერი. ოთახი. ფასი პირობითად $50. ლარი 1050. ვარ გვინდა რომ ფასი მივუთითოთ წერთ 0-ს. რამდენია ეგეთი ნომერი სასტუმროში? რაოდენობა, ანუ ვთქვათ ეგეთი ტიპის ნომერი არის 3 წელი. და რამდენ ადამიანს იტევს? ანუ აქ იტევს 2 ადამიანს. დავამატოთ ეს ნომერი. შემდგომ ჩვენ თუ არ გვინდა რომ ეს ნომერი იმ მომენტში გამოჩნდეს დაჯავშნის სისტემაში, შეგვიძლია დროებით გავთითროთ ეს. მაგრამ ასევე ნომერს აქვს თავისი თუ რაღაც ფასი გვინდა შევცვალოთ, აქვე ვცვლით. მაგალითად, თუ 150 ლარი გვინდა რომ გავხადოთ 100 ლარი, გვინდა დოლარში გადავიყვანოთ. აქ ნებისმიერ ცვლილებას აკეთებ კონკრეტულად ნომერის ფასს და ინფორმაციის შესახებ. ასევე ჩვენ გვინდა დავამატოთ აქ ინფორმაცია ამ ნომერის შესახებ. ვთქვათ რა პლუსები აქვს. მაგალითად აქ აივანი, ქალაქის ხედი, ის ხედი აქ. ვთქვათ აქვს ლეულფასო Wi-Fi, ორდიური დასუფთავება. ესეთ რაღაცებს ამატებ. შემდგომ გადავდივართ ნომრებში და ჩვენ გვინდა დავამატოთ ასევე აქ დაემატა ეს ინფორმაცია ამ ნომერს რა გააჩნია, რა პრივილეგიები აქვს. ასევე ჩვენ უნდა დავამატოთ ნომერის ვთქვათ ფოტო. შეგიძლიათ დაამატოთ ფოტო. ჩვენ ვამატებთ ვთქვათ ეს არის ნომერი. ვთქვათ ვირტუა დაემატა. შეგვიძლია კიდევ სურათი შეგვიძლია წავშალოთ. ასევე სურათების რიგითობა შეგვიძლია ვთქვათ თუ რამოდენიმე სურათია. პირობითად ეს კონკრეტულად ნომერზე შეგვიძლია ეს გამოჩნდეს მეორე, ეს გამოჩნდეს პირველი. თუ ჩვენ არ გვინდა ეს ფოტო ჩანდეს დროებით, იშავთ აქედან. ბრუნდებით ამ ნომერს, ეხლა დავამატოთ ვთქვათ მეორე ტიპის ნომერი. აქ ფასი, რაოდენობა,
და ასევე ამატებთ რა პრივილეგიები აქვს ამ ნომერს. თქვენი ჯავშნები გამოჩნდება აი აქ, ვინც დაჯავშნის ჩამონაწერი ამ დაჯავშნილი შემოსული ჯავშნების იქნება ამ კვერცხის ჯავშნებში. რამე დახმარება იქნება საჭირო აი ამ ფილაქს დააჭერთ გასვლა აქედან. მული Facebook-ის ახლა ჩვენ დავამატოთ თვითონ სასტუმროს აი აქ ძალიან სასტუმროს ფოტო. თითო ემატება დავუშვათ პირველი რეალურად ამ მომენტში აი ობიექტი ჩანს გვერდზე, აი აქ არის ქმედების ჟურნალი. შეგიძლიათ აემატა რა შეიცვალა. ასევე თუ არ მოგწონთ ერთად რაღაცა პროფილის ის სკრინი შეგიძლიათ აირჩიოთ სხვა. შეიცვლება. გადავიდეთ. გადავიდეთ და ვნახოთ. აი ეს არის პრემიუმ VIP ადგილი, ეს არის VIP. მის ფასი მეტია, თვითწლიური გადასახადი, ამის ნაკლები, ამის სარჩოლებრივი. ეს სასტუმროს ინფორმაცია ჩავარ და აი თუ როცა დაჯავშნა დაჭირდება, დააჭერენ პირდაპირ ამ ფილაქს. ხეთ აი თვითონ დაჯავშნე დაბლ სახით, ვინ ოთახე. რაც რო დააჭერს, დაჯავშნის ფორმა იქნება, სადაც გააირჩევს ნომერს, რამდენი სტუმარი 2, როდის ჩამოდის 22 ივნის, რომელზე საათზე შემოდის 15. რამდენი დღე გაჩერდება 4 დღე, შეიყვანს თავის სახელგვარს, ელექტრონულ პოსტას, თქვენ შეგიძლიათ დაუკარგოთ მობილურს, კომენტარს და ეს ჯავშანი ჩავარდება ჯავშნებს, სადაც მანამდე გაჩვენეთ. შემდგომ თუ გინდათ ნახოთ ინფორმაცია სასტუმროს შესახებ, ესეთი ლამაზი კარგი გვერდია. არის ეს სამ ენაზე, ქართულად, ინგლისურად, რუსულად. რუსულიც საჭიროა, იმიტომ რომ პრიბალტიკა, უკრაინა და აზერბაიჯანი, სომხეთი ოვენ ამ ენას, რაც საუბრობენ ამ ენაზე. თქვენ ნახავთ აქ სურათებს, ინფორმაციას ნომერის შესახებ, ეს მეორე ნომერის შესახებ. აქ არის აღწერილი რამდენი ნახვა, რამდენი აღწერა სასტუმროს, მისამართი ტელეფონი, ვებგვერდი, შეუძლია ელექტრონული პოსტა დააკოპიროს Facebook-ი და ასევე რაც თავარია YouTube რგოლი არის, ძალიან უნიკალური თალი, ასევე რუკა ადგილმდებარეობის ქმედი და უზუსტესი. ეს პირობები და რა სერვისები გააჩნია სასტუმროს, ასევე მაგის გარდა თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენს გვერდზე ესეთი ლინკი. თქვენი ID არის 325. თქვენ გექნებათ საშუალება
აი ასეთი ეს ლინკი დაამატოთ თქვენ გვერდზე, რომელიც თქვენ დააჭერთ, შეხედეთ. გამოვა თქვენი გვერდი პერსონალური, სადაც იქნება სამ ენაზე. აქ არ იქნება სხვა სასტუმრო, მხოლოდ იქნება თქვენი პერსონალური ვებგვერდი. ჩათვალეთ, რომელ ვებგვერდსაც თქვენ მართავთ სამართავი პანელით. და აქ ნახავთ ინგლისურ ვერსიას, შეგიძლია დააჭეროთ რუსულ ვერსიაზე გადავა საიტი და აქ სხვა სასტუმროები არ არის. ანუ ეს არის თქვენი პერსონალური გვერდი თავის დაჯავშნის სისტემით. აი ამას თქვენ რო დააჭერთ, ან ამ ლინკს, ეს ლინკი შეგიძლია თქვენ დაამატოთ თქვენ ვებგვერდზე. ადამიანი როცა დაჯავშნეს, ეს ინფორმაცია მოვა თქვენს ელექტრონულ პოსტაზე და მათ შორის ელექტრონულ პროფილში. ყოველთვის ჯავშნებს ნახავთ. ესეთი უნიკალური და საუკეთესო პორტალი არის, გაწევრიანდით, წლიური გადასახადია. აი აქ ნახავთ ეს პირობებს. აი ჩვენი მომსახურება. გავწევით ამას. თქვენ ნახავთ აი აქ რა ფასები არის ამ მომენტისთვის. მინდა თქვენ წარმატება გისურვოთ, ასევე იცოდეთ, რომ თქვენ შეიძლება გქონდეთ თქვენი პერსონალური გვერდი. მაგრამ ნახეთ ეს გვერდი ამაზე Google არ აგდებს ეგრევე, იმიტომ რომ Google ხედავს, რომ აქ მხოლოდ ერთი სასტუმროა. ყოველთვის ესეთ პორტალებს ანიჭებს უპირატესობას. ეს უფრო იძებნება, ამაზე ბევრი ადამიანი შედის, იმიტომ რომ ბევრი სასტუმრო არის. ასე ვთქვათ, განთავსებული ერთიანად. ეს დახარისხებულია აქ უძებნოთ ჩვენ. ესეთ სამინაზია თავის ვიდეო რგოლით YouTube-ის, რაც სხვა პორტალებში ისამართით საუკეთესო დაჯავშნის სისტემით. აქ არის ჩემი საკონტაქტო, შეგიძლიათ დამირეკოთ და განათავსოთ თქვენი სასტუმრო აპარტამენტი ან ჰოსტელი ამ ვებგვერდზე. გისურვებთ წარმატებას და ბევრ, ასე ვთქვათ, კლიენტს. ასე ნახავთ სასტუმროების ინფორმაციას. ეს როცა თავმოყრილია და რაც მნიშვნელოვანია, თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია ჩანს. ეს არის დიდი რეკლამა, თქვენ ვებგვერდზე გადადიან, ტელეფონს ნახულობენ, მისამართს ნახულობენ, გირეკავენ და ასე შემდეგ. დაჯავშნის ფორმა არის პირდაპირ კონტაქტი კლიენტებთან.